მოგმართავთ იმ ადამიანებს, ვისაც კახაბერ გოგოტიშვილი ძალიან განათლებული ნასწავლი და ისეთი კარგი მღვდელი გეგონათ, რომელიც მიიღეთ ისე რომ ეს ყოჩახამას და ზოგმა როგორ მიიღეთ, ზოგმა როგორ დადებითად შეაფასეთ საბოლოოდ მისი საქმიანობა. მე მინდა თქვენ გაჩვენოთ ორი ვიდეო, რომელშიც კახაბერ გოგოტიშვილის ორი სახეა წარმოჩენილი, ორი ენა, როგორ საუბრობს იგი პირველ ვიდეოში გაჩვენებთ ტელევიზიაში ყოფნის დროს უფრო ფართო საზოგადოების მოსასმენად, როგორ საუბრობს იგი მარხვასთან დაკავშირებით, ხოლო შემდგომ გაჩვენებთ მეორე ვიდეოს, სადაც იგივე ეს კაცი კახაბერ გოგოტიშვილი როგორ საუბრობს მარხვაზე, რომ ეს იმდენად აუცილებელია, ეს მოციქულთა კანონში გვიწერიაო, იმდენად აუცილებელია ეს მარხვა, რომ ვინც არ იმარხულებს ოთხშაბათი პარასკევის მარხვას, ეკლესიიდან უნდა მოიკვეთოს, აი ასე გვიწერიაო. ხო და აი იმ პირველ ვიდეოს, რომელსაც მე გაჩვენებთ, ამ ვიდეოს საიდანაც მე ჩამოვტვირთე Facebook-იდან, აი იმ გვერდზე, Facebook-ზე 60,000-ზე მეტი მოწონება ჰქონდა იმ ვიდეოს, სადაც კახაბერ გოგოტიშვილი ისე ლაპარაკობს, რომ აი იგი თავის მრევლს არ აძალებს მარხვის დაცვას, არამედ პირიქით ყველაფრის ჭამის უფლებას აძლევს, მაგრამ იქ ესე იგი სხვა აი თქვენ თვითონ ახლა მოგასმენინებთ და ჩემი ახსნა განმარტება არ უნდა ამას. თქვენ თვითონვე მოусმინეთ ჯერ პირველ ვიდეოს და მერე მომდევნო ვიდეოსაც გაჩვენებთ. ადამიანები ხშირად მოსულან და უთქვამს, მე ხარ სამღვდელო გამოცდილებიდან გამომდინარე გეტყვით, რომ აი მამაო წყალზე და პურზე უნდა ვიყო რაღაცა. მე ვეუბნები, რომ იცი რა, მოდი ნუ იქნები წყალზე და პურზე. იცი რა გააკეთე, აი ვიღაცაზე რომ ნაწყენი ხარ იმაზე, დაივიწყე ეს და რაც გინდა ისჭამე ვეუბნები და მე შენ ჩვეულებრივად აი როგორც მოდიხარ ზიარებაზე, ისე უნდა მოხვიდე და უნდა ეზიარო. იმიტომ რომ რა უფრო მოეწონება ღმერთს და ხლა ზის და ღმერთი და ადგენს მირა შეჭამა, ესა რა ქვია, რაღაცა სიასაკეთებს ამე რა სისულელია, მაგრამ ჩვენ თუ გვინდა ღმერთის მცნება გავიგოთ, სახარება უნდა გადავშალოთ, ხო მართალია, იმიტომ რომ ჩვენი ღმერთთან ურთიერთობა მონოლოგი არ უნდა იყოს, დიალოგი უნდა იყოს. დიალოგი რაში მდგომარეობს, რომ ორივე მხარე მონაწილეობს. მე ვესაუბრები მაშინ, როდესაც მე ვლოცულობ და ის მესაუბრება მაშინ, როდესაც მე წმინდა წერილს ვკითხულობ, იმიტომ რომ მისი ნება იქ არის გაცხადებული. და იქ არსად არ მიწერია მე მსგავსი რამ, რომ ეხლა მე წყალზე და პურზე უნდა ვიყო. იქ მიწერია მე რომ არ უნდა მძულდეს. იქ მიწერია მე რომ არ შეიძლება ადამიანს შეურაცხყოფა მივაყენო. ამიტომაც თუ შენ გვერდზე მყოფის გალანძღვა შეგიძლია, ან განკითხვა შეგიძლია და მსგავსი რაღაცა მოგდის თავში და თავში ყველა შეიძლება ყველაფერი მოგვივიდეს, იმიტომ რომ ეს ბოროტისგან ნასროლი ისრებია, მაგრამ შენ რამდენად აირიდებ, ამას სწორედ ეს არის შენი ადამიანობა. სწორედ ეს არის შენი ჯვარი, რომ ამას რაღაცნაირად ჩაკეტავ, რაღაცა კედელს აღმართავ იქ და იტყვი, რომ მე არა ამ აზრს განვითარების საშუალებას არ მივცემ, იმიტომ რომ ეს აზიანებს, პირველ რიგში მე მაზიანებს და აზიანებს ჩემ მოყვას. საკმაოდ ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა, ეს 60,000-ზე მეტი მოწონება, ცოტა არ არის, ესე იგი ბევრ ადამიანს მოეწონა კახაბერ გოგოტიშვილის აი ასეთი ლაპარაკი. და მართლაც ეს კაცი ტელევიზიაში საუბრობდა აი ასე. ეხლა მე თქვენ მოგასმენინებთ იგივე ამ კახაბერ გოგოტიშვილის საუბარს, როგორ საუბრობს უფრო ვიწრო წრეში, იქ ტელევიზიაში აღარ არის უკვე და გაჩვენებთ ეხლა აი ამ ვიდეოსაც. მოციქულთა კანონში ჩვენ მოცემული გვაქვს მხოლოდ ორი მარხვა. პირდაპირ წერია, ეს არის დიდი მარხვა და ოთხშაბათი და პარასკევი. და ძალიან ხშირად ჩვენ ოთხშაბათს და პარასკევს ყურადღებას ვარ ვაქცევთ. უნდა იცოდეთ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მარხვა არის. არ შეიძლება თუ დღესასწაული ემთხვევა და რაღაცა ისე მოხდა და შეიძლება ეკლესიამ ყოფილა შემთხვევა, რომ ტაძრის დღესასწაულია ან რაღაცა და ამ დღეს ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება და ხსნილად გამოაცხადა, ეს სხვა საკითხია, ან რაღაცა გვიანი საღამოა უკვე და რაღაცა აქედან გამომდინარე რაღაცა ესეთი მიზეზები არსებობს. არ არის ხო გახსნილებული, ხო და ამიტომაც ოთხშაბათი პარასკევი ძალიან მნიშვნელოვანია. იცით როგორი მკაცრი კანონი წერია.
ვინც არ შეინახოს, ესე იგი, ოთხშაბათი, პარასკევი და დიდი მარხვა, მოკვეთეთ ეკლესიისგანო პირდაპირ წერი. ანუ იქ თუ სხვა იმაზე წერია, რომ უნდა გამოიძიო, როგორ მოხდა, იმან რომ იმას დაარტყა, რაღაცა უნდოდა, არ უნდოდა, შემთხვევით აქ ამოცება არის ნახავს მარხვას მოკვეთეთ ეკლესიისგან. ძალიან მკაცრი განჩინება არის მინდა გითხრათ ამასთან დაკავშირებით. ასე რომ ოთხშაბათი, პარასკევის მარხვა არ მიიჩნიოთ უმნიშვნელოდ. ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ ასე თუ ისე თუ გაიაზრეთ და ჩემი განმარტებაც აღარ უნდა აი ამას რომ კახაბერ გოგოტიშვილის ნდობა არ შეიძლება ამის შემდეგ უნდა გითხრათ ის აუცილებლად ვისაც ბიბლია არ წაგიკითხავთ ბიბლიაში ღვთის წმინდა წერილში მსგავსი რაღაცა არ არის იმის შესახებ რომ მოციქულებს დაედგინათ მორწმუნე ქრისტიანებისთვის მარხვები, ოთხშაბათი, პარასკევი იქნება თუ სხვა მარხვები. ეს არის ძალიან დიდი სიცრუე, რასაც კახაბერ გოგოტიშვილი ამბობს, მოციქულთა კანონი აი ასეთი სახით, მსგავსი რაღაცა არ არსებობს. თქვენ თვითონ შეგიძლიათ ბიბლია წაიკითხოთ და იქ ვერ ნახავთ იმას, რომ მოციქულები საუბრობდნენ იმას, რომ აი კალენდარული მარხვები აუცილებელია და ოთხშაბათი პარასკევის მარხვა აუცილებელია კვირაში ორჯერ აუცილებელია ამას თქვენ ვერ ნახავთ არამედ პირიქით არის და შემიძლია აი ესეც ეხლავე გაჩვენოთ რას ამბობს აი ამასთან დაკავშირებით პავლე მოციქული მარხვასთან დაკავშირებით ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ბიბლიიდან არგუმენტად გამოვიყენო აი ეს იმიტომ რომ სწორედ ღვთის წერილში არის ჩაწერილი ღვთის სწავლება, ღვთის სიტყვები, რომლებიც არის როგორც სიცოცხლის მომცემიც, თუ კი ქრისტეს სწავლებას ირწმუნებ. და ამავე დროს არის საბრძოლო იარაღიც, თვითონ ეს ღვთის სწავლება არის საბრძოლო იარაღი, რომლითაც ქრისტიანი უნდა დაუპირისპირდეს ცრუ სწავლებებს და ცრუ მასწავლებლებს. და ამავე დროს ეს ღვთის სიტყვების სწავლება არის ფარიც, რომლითაც ჩვენ ღმერთი გვიცავს ცრუ სწავლებებისაგან. რწმენაში უმტკიცები მიიღეთ. ოღონდ არა საკამათოთ აზრთა გამო. ზოგს ჯერა რომ ყველაფრის ჭამა შეიძლება, უმტკიცები კი მხოლოდ მწვანილეულს ჭამს. ვინც ჭამს, ნუ დაამცირებს იმას, ვინც არ აჭამ. და ვინც არ აჭამს, ნუ განიკითხავს იმას, ვინც ჭამს. იმიტომ რომ ღმერთმა მიიღო იგი. ვინ ხარ შენ, სხვისი მონის გამკითხველო? თავისი უფლის წინაშე იგი დგას, ანეცემა, მაგრამ წამოყენებული იქნება, ვინაიდან ღმერთს ძალუც მისი წამოყენება. ზოგი დღეს დღისგან განარჩევს, ზოგი კი ყველა დღეს ერთნაირად განიკითხავს. ყველა თავის რწმენაში იყოს მტკიცე. ვინც იცავს დღეს, უფლისათვის იცავს და ვინც ჭამს, უფლისათვის ჭამს, რადგან მადლობას სწირავს ღმერთს. ხოლო ვინც არ ჭამს, უფლისათვის არ ჭამს და მადლობას სწირავს ღმერთს. ვინაიდან არც ერთი ჩვენგანი არ ცოცხლობს საკუთარი თავისათვის და არავინ კვდება საკუთარი თავისათვის. ვინაიდან თუ ცოცხლობთ, უფლისათვის ცოცხლობთ და თუ კვდებით, უფლისათვის კვდებით. და ამიტომ ცოცხლობთ თუ კვდებით, უფლისანი ვართ. რადგან იმისათვის მოკვდა ქრისტე და გაცოცხლდა, რომ იუფლოს მკვდრებზეც და ცოცხლებზეც. მას შენ რატომ განიკითხავს შენს ძმას? ან და რატომ ამცირებს შენს ძმას? ჩვენ ხომ ყველანი წარვდგებით ღვთის სამსჯავროს წინაშე. რადგან წერია, მე ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი. ჩემს წინაშე მოიდრიკება ყოველი მუხლი და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს. ამრიგად, ყოველი ჩვენგანი საკუთარი თავისათვის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს. ამიტომ ნუღარ განვიკითხავთ ერთმანეთს, არამედ იმსჯელეთ იმაზე, რომ ძმამ ძმა არ დააბრკოლოს და არ აცდუნოს. მე ვიცი და მწამს უფალი ესოში, რომ არაფერია უწმინდური თავისთავად. მხოლოდ მისთვის არის უწმინდური, ვინც არაწმიდად ჩათვლის რამეს. თუ საჭმლის გამო შეწუხდება შენი ძმა, შენ უკვე აღარ იქცევი სიყვარულით. შენი საჭმლით ნუ დაღუპავ მას, ვისთვისაც მოკვდა ქრისტე. დასაგმობი ნუ გახდება თქვენი სიკეთე. ვინაიდან ღვთისმსასუფლებელი საჭმელ-სასმელი კი არ არის, არამედ სიმართლე, შვიდობა და სიხარული სული წმიდაში.
ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, იგი სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი ადამიანთათვის. მას ვესწრაფოთ იმას, რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება. საჭმლისათვის ნუ დაარღვევ ღვთის საქმეებს. ყოველივე წმიდაა, მაგრამ ბოროტია იმისათვის, ვინც შებრკოლებით ჭამს. უმჯობესი არ აჭამო ხორცი, არ დალიო ღვინო და არც სხვა რამ, რითაც შენი ძმა შებრკოლდება. გააქვს რწმენა, გქონდეს შენთვის ღვთის წინაშე. ნეტარია ის, ვინც თავის თავს არსდებს მსჯავრს იმის გამო, რასაც ირჩევს. ვინც ეჭვობს ჭამისას, დამნაშავეა, ვინაიდან რწმენით არ იქცევა, ხოლო ყოველივე რაც რწმენით არაა, ცოდვაა. ხოლო ეს ამონარიდი არის ბიბლიიდან, პავლე მოციქულის წერილიდან, რომელიც ბიბლიაში არის შეტანილი, შესული რომაელთა მიმართ აი ასეთი სახელწოდებით, რომაელთა მიმართ წერილის მე-14 თავს მოусმინეთ, რომელიც პირდაპირ საუბრობს აი ამ ჭამა არ ჭამაზე და დღეების გარჩევაზე, ხორცის ჭამა არ ჭამაზე. და პავლე მოციქული აქ შესანიშნავად განმარტავს, რომ თუ ვინმე ჯერ კიდევ უძლურია, ცოდნა არ გააჩნია, ხო? ამ შემთხვევაში დანარჩენმა მცოდნე ქრისტიანებმა იგი უნდა შეიწყნარონ და მას არ უნდა ეკამათონ იმის გამო, რომ აი შენ უცოდინარი ხარ, მარხულობ და რაღაცა არა. მაგრამ ამავე დროს, ვინც მარხულობს და ასე გონია ჯერჯერობით, რომ ეს მარხვა აუცილებელია, მანაც არ უნდა გააკრიტიკოს ის ქრისტიანები, რომლებიც არ მარხულობენ აი ამ საჭმლის კუთხით და ხორცისგან თავს არ იკავებენ. ზოგადად ვიძახი მე ამას, თორე ქრისტიანმა შეიძლება საერთოდ ხორცი არც ისე ჭამოს და რა ის არის, რა აუცილებელია ხორცი ჭამა, ხო? ზოგადად საერთოდ რო არ ჭამოთ, არც ეს არის პრობლემა, მაგრამ არავინ გაიგოს აი ისე, რომ თითქოს ეს რაღაცა ვეგანურობას, ვეგანიზმს ვქადაგებდა ეხლა მე, იმიტომ რომ ღმერთისგან ნამდვილად არის დაშვებული ხორცის ჭამა და ვინც ამაზე იტყვის, რომ ეს უსამართლობაა, იგი გაგებაში არ არის, სამართლიანობა რა არის და იგი ღმერთის სწავლებას არც იცნობს და ან თუ იცნობს არ ემორჩილება და ეხლა ეგ კიდევ ცალკე სხვა საკითხია და ცალკე განსახილველია ამ პირუტყუთა, ასე ვთქვათ, პირუტყუთა საკითხი თავიდან ღმერთმა როგორ შექმნა ისინი, რომ ისინი ნამდვილად საკვებად არ იყვნენ შექმნილები და დიდი ხნის განმავლობაში ღმერთისგან არ ყოფილა ის მცნება, რომ სხვადასხვა პირუტყვი ჩვენ რაღაცა დაგვეკლა და გვეჭამა. ხო და დღეს დაშვებული არის ხორცის ჭამა, მაგრამ არ არის აუცილებელი. ხო, ეს რაც შეეხება ამას. ბიბლიის სწავლებით უფალ იესო ქრისტეს ეს მღვდლები არ დაუდგენია. იმთავითვე ეს საპატრიარქოს მთელი ორგანიზაცია, როგორც უნდა იწონებდნენ ესენი მოჩვენებითად თავს, რომ ჩვენ 2000 წლოვანი ისტორია გვაქვს, ეს არის ძალიან დიდი ტყუილი იმ გაგებით, რომ ესენი მოციქულთა უფლისა და მისი მოციქულების სწავლებას არავცელებენ, არ მიყვებიან და რაც არ უნდა დიდი ხნის ისტორია ჰქონდეს ამათო იმ ორგანიზაციას, თუ კი იგი უფლის სწავლებას არ მიყვება, ასეთი ორგანიზაცია ნდობას არ იმსახურებს და ეს კიდევ ფართო განსახილველია და ამჟამად მე მინდა მოგიწოდოთ იმისკენ, რომ ბიბლია თქვენ თვითონ ისწავლეთ და ქრისტე რას გვასწავლის აი ამ ბიბლიიდან, როგორ უნდა გაქრისტიანდეს ადამიანი, როგორ უნდა გადარჩეს, თქვენ თვითონვე ისწავლეთ ბიბლიიდან. ახალგაზრდებსაც და ნებისმიერ ასაკის ხალხს მინდა გითხრათ, აი ვისაც ბიბლიასთან არა გაქვთ შეხება და არ სწავლობთ. არ გეგონოთ, რომ თითქოს ქრისტეს სწავლება არის ძალიან რთული, დაჩონჩხლილი და აი ვინც ბიბლიას კითხულობს, აი ისინიც კი ერთმანეთში
კამათობენ, ვერ შეთანხმებულან, ასე არ იფიქროთ თქვენ. საქმე იმაშია, რომ ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია არის რელიგიური ორგანიზაცია. ამას აქვს თავისი დოქტრინა, რომელიც მართალია არ მიჰყვება ღვთის წერილის სწავლებას, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში ეს ორგანიზაცია გამოყენებული იყო პოლიტიკურ ინსტრუმენტად, ჯერ ესე იგი საქართველოში თუნდაც საქართველოშივე ეს ბაგრატიონები რო იყვნენ მეფეები, ისინიც იყენებდნენ და საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ბატონყმური წყობილება იყო ისე რომ საქართველოს მეფეებს და ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას თავად აზნაურებთან ერთად ბატონყმობა ქართველებისთვის არ გაუქმებიათ და ქართველი მოსახლეობის დიდი ნაწილი ყმად იყო გადაქცეული და საუკუნეების განმავლობაში გრძელდებოდა აი ეს. და ამ დროს ზუსტად პირველ საუკუნეში სულიწმინდით აღსილმა პავლე მოციქულმა მისწერა ერთ-ერთ ქრისტიან ბატონს სახელად ფილიმონს წერილი, სადაც წერს მისი ასევე ქრისტიანი მონის გამო ონისიმოსისთვის, რომ ფილიმონი ვალდებული იყო უკვე ამიერიდან მას მართებდა ფილიმონს მართებდა ის, რომ ონისიმოსი მიეღო არა როგორც მონა, არამედ როგორც საყვარელი ძმა. და აი ეს წერილი დღეს ბიბლიაში არის მოთავსებული, ბიბლიის ნაწილია და საუკუნეების განმავლობაში საქართველოში ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია რომ იყო და ტრაბახობდა იმით, რომ აი ჩვენ სამოციქულო ეკლესია ვართ, ეს არის იმთავითვე სიცრუე, იმიტომ რომ თვითონ ამათ ნაყოფებშივე გამოვლინდებოდა ის, რომ ესენი მოციქულთა სწავლებას არ მისდევდნენ ქრისტეს უფლის ქრისტე იესოს და მისი მოციქულების სწავლებას არ მისდევდნენ და შესაბამისად ეს ქართველი მეფეებიც, რომლებიც თავის თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ, აი მათ და საპატრიარქოს ორგანიზაციას იგივე ქართველებში, რომლებსაც ასევე თავის მრევლად მოიხსენიებდნენ და ქრისტიანებად მოიხსენიებდნენ, ეს ყმებად ყავდათ ქართველი მოსახლეობა გახდილი და არასრულებდნენ უფლის მოციქულის და თვითონ უფლის ბრძანებას იმის შესახებ, რომ ქრისტიანებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ და არ შეიძლება ერთმა ქრისტიანმა მეორე დაიმონოს, დაიყმაოს და ბატონად გაუხდეს. ამიტომაც თქვენ გაგიკვირდებათ ის, რომ ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია არ მისდევს ღვთის წერილის სწავლებას და გეგონებათ ის, რომ თითქოს ბიბლია არის ძალიან რთულად დაწერილი, რომ ვერ გაიგებთ, რომ აი ამდენი ადამიანი სწავლობს ბიბლიას და ერთმანეთს მერე ეკამათებიან. აქ მე პირადად საპატრიარქოს ორგანიზაციას ვაკრიტიკებ საღვთო წერილზე დაყრდნობით, არა იმიტომ, რომ ამათმა ვერ გაიგეს რაღაცა და ესე იგი ესენიც კითხულობენ, მეც ვკითხულობ და მე ერთმანეთს ვეკამათებით და ვერ ვიგებთ. აი ასე არ არის, თქვენ ასე არ იფიქროთ, ეს არის რელიგიური ორგანიზაცია, რომელიც გამოყენებული არის ხალხის დასაჩაგრავადაც და თვითონ უფალივე ამბობდა ამას, რომ ესე იგი ეს ცრუ წინასწარმეტყველები, სიცრუის მასწავლებლები მოვიდოდნენ და ამავე დროს თვითონ ქრისტეს მოციქულების დროსვე იყვნენ ასეთი ცრუ მოციქულები ეწოდებოდათ მათ, რომლებზეც ბიბლიაში არის დაწერილი. თავად გავიხსენოთ, ვისაც ასე თუ ისე ყურმოկვრით მაინც გაგიგიათ. უფალს ვინ უპირისპირდებოდა და ვინ ეკამათებოდა მას. ისინი იყვნენ სწორედ იმ სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც იმ დროს ისრაელის მიწაზე იყვნენ, აი იმ დროს და მოსახლეობა ხელში ყავდათ ჩაგდებულები და ეშინოდათ, რომ მოსახლეობას დავკარგავთო. ამავე დროს ბიბლიაში არის ბევრი ამბავი დაწერილი, ისეთი სამაგალითო ამბები აღწერილი, რითაც ღმერთი ჩვენ გვაგებინებს იმას, რომ წარსულშიც იყვნენ ისეთი პოლიტიკური
ლიდერები, ასე ვთქვათ, მეფეები, რომლებიც მიზან მიმართულად ისეთ რამეს აკეთებდნენ, რაც ღმერთს არ მოსწონდა და მათ იცოდნენ, რომ არასწორად იქცეოდნენ. მე ამაზე სხვა დროსაც მისაუბრია, ერთ-ერთი მათგანი იყო იერობოამ ნაბატის ძე, რომელიც იყო ჩრდილოეთ ისრაელის პირველი მეფე და თვითონ ის იერობოამ პირველი თვითონ ღმერთმა დაადგინა ისრაელის ჩრდილოეთ ისრაელის მეფედ და იერობოამა შესანიშნავად იცოდა ღმერთის სწავლება, მაგრამ მან მიზან მიმართულად ღმერთს განუდგა ისე რომ იცოდა რომ ღმერთს განუდგა და თვითნებურად შექმნა რელიგიური ორგანიზაცია, თვითნებურად დაადგინა მღვდლები, თვითნებურად დაადგინა დღესასწაული, თვითნებურად ააშენა ჩრდილოეთ ისრაელში ტაძრები, დადგა სამსხვერპლოები, გააკეთა ამავე დროს ორი ოქროს ხბო და ხალხს მოსახლეობას მოუწოდა იმისკენ, რომ იერუსალიმში აღარებლოთ, იერუსალიმის ტაძარში აღარებლოთ და აი იმ ხბოებისთვის ეცათ თაყვანი და უთხრა იერობოამმა ხალხს გამოუცხადა, რომ გეყოფათ იერუსალიმში სიარულიო და იმ ხბოებისკენ უბიძგა, რომ ესენი არიან ისრაელის ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანესო და ამავე დროს ცუდი ის იყო, რომ ჩრდილოეთ ისრაელის მოსახლეობის უმრავლესობამ დაუჯერა არა ღმერთს, არამედ იერობოამ ნაბატის ძეს და აი ამით იერობოამმა მოსახლეობის უმრავლესობა ღმერთს ჩამოაცილა და ნუ იფიქრებთ იმას, რომ დღეს ასეთი რამ შეიძლება არ მოხდეს. ნუ იფიქრებთ აი ასეთ რამეს თქვენ ვალდებულები ხართ, თქვენ თვითონ ბიბლია ისწავლოთ და არ დაუჯეროთ სხვადასხვა იმ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც სიცრუეს ლაპარაკობენ და ღვთის წერილის სწავლებას არ მისდევენ. ნუ იფიქრებთ, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ ის, რომ ნუ იფიქრებთ იმას, რომ თითქოს ბიბლია არის დაწერილი რთულად და აი აგერ ჩვენ, ვინც ბიბლიას ვკითხულობთ ერთმანეთს ვეკამათებით, ჩვენ თვითონ ვერ შეთანხმებული ვართ ერთმანეთში და თქვენ რა უნდა გასწავლოთ და ასეთი ფრაზებით ნუ დაიბნელებთ თავს. თითოეულ თქვენგანს შეგიძლიათ ბიბლია თავიდან ბოლომდე წაიკითხოთ, თანმიმდევრობით მიხვეთ, ფურცლები არ გამოტოვოთ და პირველი ფურცლიდან ბოლო ფურცლის ჩათვლით წაიკითხებთ, თქვენ შესანიშნავად გაგებინებთ ღმერთი რა დაგვიწერა.